ახალი პროგრამა მოზარდებისთვის მოსწავლეები სისტემატურად ივლიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ადგილზე ნახავენ, ასევე მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას ქვეყნის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. ინიციატორები არიან დაცული ტერიტორიების სააგენტო და განათლების სამინისტრო. იმერეთის დაცული ტერიტორიები ამჯერად სოფელ დიღმის მოსწავლეებმა მოინახულეს. დაცული ტერიტორიების სააგენტომ დაიწყო ახალი პროგრამის განხორციელება, რომლის სახელია ჩემი სკოლა ბუნებაში. პროგრამის მიზანი არის ის, რომ ამაღლდეს გარემოს დაცვითი ცნობიერება ჩვენს სკოლის მოწაფეებში. ჩვენი წარმომადგენლები მათთან ერთად დადიან დაცულ ტერიტორიებზე და უტარებენ ლექციას, თუ რა მნიშვნელობა აქვს დაცულ ტერიტორიებს ჩვენი ქვეყნისთვის. ნახეთ ტაძრები, გელათის ტაძარი, ბაგრატის ტაძარი მოწამეთ და შემდეგ გადავედით ღვინეებზე, სათაფლის ღვინე ვნახეთ, ნახეთ პრომეთეს ღვინე, ეხლა ტარდება ლექციები, რომლებიდანაც ძალიან კარგი ინფორმაციას გვაწვიან, რომელი ინფორმაცია ჩვენ ცხოვრებაში გამოგვადგება.